და ფულის კონკრეტული რაოდენობა მეთქვა რაღაც დროისთვის და თუ არ გაჭრი და არაფერი დამემატებინა, უბრალოდ წამოსულიყავი, რომ ამ სიცრუეს სიმართლის ფრთები შეესხა. მეტროდან ამოვედი, მზე იყო და შუადღის მეტრო არ მომწონდა. სანამ მივიდოდი, ვფიქრობდი, ხალხი იქნებოდა ქუჩაში. ტვინის რაღაც ნაწილი სისხლისკენ მომიწოდებდა, მაგრამ ყველას თვალწინ დღისით ბორდელის კარი უნდა გამეღო და დაკეტილი არ დამხვდა. გამეცინა და ფეხით გავუყევი გზას, ვფიქრობდი 1000 რამეზე და სხეულის სიმხურვალეც გადავიდა. ნაწილობრივ დაკეტილი კარის დახმარებითაც. სანაპიროზე მივაბიჭებდი მარტო, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, ვფიქრობდი უმეტესი სხვასავით რატომ არ შემეძლო ვინმე მყოლოდა ფულის გარეშე. მდინარეში ხომ არ გადავხვდე და გავცურო უახლოეს კიბეებამდე, მაგრამ როგორ მთელ სიბინძურეში ამოსვრა არ ღირდა ადრენალინის გრძნობად. მოგონებების გამოწვევ ადგილზე აღმოუჩდი და გადავწყვიტე გამიარა იქ. გზას შევხედე, მანქანამ ჩაიარა, ნაბიჯი გადავგი და წამით მეორე მხარესაც გამოვიხედე. მანქანის ხმა, ჩემი გაჩერება და სიტყვები, სიკვდილს გადავრჩი, ბოციშვილი ვიყო. ისევ გამეცინა და გზაზე გადავედი. შენობაში ყველაფერი თავიანთ ადგილებზე დარჩენილიყო. ამდენი წლის შემდეგ, მაგრამ ვინც ვიკითხე სამწუხაროდ უკვე წასულიყო იმ დღეს. რას ვიზამდი, მეც წავედი. სად გქონდა წასასვლელი ამ ქალაქში, გალიაში, როგორც უმეტეს სხვას? ანა მთლიანი დედამიწაც ერთი დიდი ციხე არ იყო? იმასაც ვერ გაიგებდი სიკვდილი თუ გაგათავისუფლებ და საბოლოოდ. ფული რაც ვქონდა სულ წავაგე. დღეს გაგრძელება ალბათ უიღბლო იქნებოდა. აბა ხვალ ვნახოთ რა იქნება. ან იქნება კი საერთოდ თუ არა. მაგრად დავიღალე და ერთი რამდენი წუთია, ვნახოთ. 56 წუთი ყოფილა. თითას ვიცავენ, მაგრად დავიღალე, რამდენი დარჩა? მე მგონი ერთი ამდენი რა. ხო არ დავასრულო მეთქი, ვფიქრობ, აი მენა მართლა დავიღალე რა. და მე შევისვენო და მე გავაგზავნო. მოდი დავასრულებ რა. ანუ ამ მომენტში რა. აი ერთსაც დავიკითხავ და მე დავასრულებ რა. ცხოვრება უაზროა, ცხოვრება ხანმოკლეა. ბევრჯერ უთქვამს ჩვენთვის ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ ხანმოკლეა კი? გააჩნია როგორ შეხედავ შენ მას, იმასაც გააჩნია ის როგორ შემოხედავს. ბევრჯერ გაგვიგონია ცხოვრება უაზროა, მაგრამ თუნდაც ღამის, ცივი და ჯადოსნური ღამის თითოეულ წუთში თუ წამში დევს ათასობით აზრით და რაოდენ ლამაზი და მშვენიერი ამ ღამიდან განთიადში გადასვლა, როცა თითქოს ყველა იღვიძებს და ფხიზლდება, როცა ნელ-ნელა ნათელი ეფინება მრავალ დრო და ხალხგამოვლილ ქუჩებს, ისევ ანთებულ ლამპიონებს, შიგადაშიგ განათებულ ბინებს კორპუსებში, რომლებიც თითქოს სხვადასხვა გამორჩეულნი და ცოცხალნი არიან, ხიდებს, მდინარეს, კიბეებს, ავტობუსის გაჩერებაზე და სკამებთან დადებულ დაცარიელებულ შუშის ბოთლებს და ახლად წილს მიცემულ ადამიანებს. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა აეწყოს შემთხვევა, ყოველთვის შეგიძლია რამეში ხიბლი და სილამაზე იბოვო და უბრალოდ გაგეღიმოს. ხვალ კი ამ განწყობას და სიტყვებს სხვა შეცვლის. სიმშვიდე, არანაირი წუხილი, არც რაიმეს ნდომა, განათებული ქუჩები, გაზაფხული სურნელი დედაქალაქში. მახსოვს ის დღე, მაშინაც სწორედ ასე იყო შემთხვევა აწყობილი. რამდენი ადამიანია შეწუხებული რამდენი რამით, არადა უბრალოდ შეგიძლია არ შეწუხდე. ცხოვრება იმდენად ლამაზია, რომ სულაც სხეულით მოვაჭრე ქალის მხიარულ განწყობაში შეგიძლია დაინახო და იმდენად საშინელია, რომ ღმერთიც კი ვერ მოგეშველება მის გაძლებაში. ხვალ კი ამ განწყობას და სიტყვებს სხვა შეცვლის. საკმარისია ფიქრობ, მაგრამ არა. ექსკლუზიური პრიზები 100 ყველა მომხმარებელს. ინგლისური ფეხბურთი ბრუნდება უგულშემატკივრე ფავორიტს. ბინის მოსაგებად იყვალი არ გჭირდება, ჩაერთე სლოტების VIP ლიდერბორდში, ითამაშე და მოიგე. თაფლი 1 კილოგრამი 14 და 99. დაიწყე 2023 წელი ახალ ბინაში. საკმარისია ფიქრობ, მაგრამ არა. შელაპარაკების ნიადაგზე 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცს ყელის არეში ცივი იარაღით მრავალი ჭრილობა მიაყენეს. მიწაზე დავა გადაწდილი მკვლელობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მრავალჯერადი ჭრილობა მიაყენა ცივი იარაღით. ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. გარყვნილების და ფუფუნების პოპულარიზება, იუმორში გატარებული ბილიკსიტყვაობა და მეტი არაფერი. საკმარისია ფიქრობ, ისევ არა.
ხედავ უკვირდები მოძრაობ და არ იცი ვინ ვინა, არ იცი საიდან შეიძლება რა მოხდეს. გაბოროტებული ერთმანეთისა და ყველაფრის მოძული განწყობა და ენერგია, ხსნა და ნათელი წერტილი არ ჩანს. ეჩვევი ამ ყველაფერს და შენ ხდები ერთ-ერთი სისხლის მატარებელი, უგულო და მორგში გაყინულ სხეულზე ცივი უსიცოცხლო არსება. ან კიდევ ვერ ზემოქმედებს შენზე შემთხვევები და რეალობა. რჩები კარგ ადამიანად და გულში იმედს იტოვებ, უკეთესობიც იმედს. აი ეგ დავასრულებ. ხო და მე კიდე ავტვირთავ რა, აბა ჰე.